არ მენანება ისეთი სტუმრები მყავს, რომ მოჭრა არ დამენანა. ბოლო გაფართხალება პიონების. ძალიან მენანება ხოლმე მოჭრა, მაგრამ ისეთ საყვარელ ოჯახს ველოდები, რომ ვერ ვეტყოდი უარს. ნახე რა სილამაზეა. მარტო პიონებით გავაკეთებ, დიდი თაიგული უნდა დავახვედრო მაგიდასთან. ეხლა ბაღი როგორ ყვავის ნახე, ყველაფერი ყვავის. აი სანახავია ახლა ქაურობა და მე თვითონაც მიხარია. ქართველი კაცი რომ გაახარებს სტუმარს, თვითონაც არის გახარებული. მე დავადგინე ეგ ამბავი. ასე ხომ არ დავრჩე ჩარჩოში მარიამ. თუ ჯერ ადრია ჩარჩოში. ეს მე მოვიგონე კვერცხივითაა. ამაზე უნდა ხვიარა ვარდები დავრგა. აქ რო დადგები ჩარჩოში ყველა იღებს აქა. პატარძალი. იღებს ხოლმე პატარძლებს მოწონთი. ჩარჩოში ჩადგომა. იმაზე ვარდები უნდა გავაკეთო, ხვიარა ვარდები და კიდე უფრო ლამაზი იქნება. შიგნით ნახე რა სუფრა გაშალა ნათიამ. გადასარევად გააფუშფუშა. სანამ გავაფორმებ ფოტოგრაფებმა გამომიჭირეს განათებაში. რომ დარჩეს პიონები. მამაზია. გიჟდები როგორი ფერი აქვს, ისეთი სუნი აქვს, თლად ტრიალებს ახლა აქ სურნელი. ძალიან უნდა გავაფუშფუშო, იმიტომ რომ კარგ სტუმრებს ველოდები, დამფასებელს, სწორად შემფასებელს, სწორად დამნახავს. კარგი გამოვა. ნახე როგორი ლამაზი მაგიდა გვაქვს გაშლილი. გემრიელი საჭმელობები გვაქვს. გური მზად არის, ბიჭებს მოიყვანს და ძალიან ლამაზი სუფრა გვექნება. ლამაზი და გემრიელი. ისეც როგორცაც იმსახურებენ ჩვენი სტუმრები. ვისაც აინტერესებს, ვუთხრათ, რომ ამ მაგიდასთან თავსდება 20 სტუმარი და აქ საოცარი წვეულებების გაკეთება შეიძლება. იცი როგორ მოუხდება? აბოლარებია. წელს მეტი აღარ იქნება, ამით გათავდა. ახლა რა ლამაზი ჭურჭელი ავარჩიეთ დღეს. აი ლურჯებს გავში. ძალიან კი ვარ დაღლილი, მაგრამ არ მენანება. ძალა არ უნდა დაინანო ადამიანმა. თუ იცი რომ შენს შრომას აქვს დაფასება, თუ კი ადამიანები მადლიერები არიან, თუ კი ადამიანებს გაახარებ, თუ კი სწორად შემფასებელია ადამიანი იმის, რასაც შენ აკეთებ, მაშინ უნდა დაიხარჯო ბოლომდე შენც. როგორც ის იხარჯება, ისე შენც უნდა დაიხარჯო, რომ კარგად დაახვედრო. გული არ უნდა დააკლო. ჩვენ სუფრებზე საჭმელზე ლაპარაკი შეიძლება უხერხულია, მაგრამ არასდროს არ არის გადაჭარბებული არაფერი. რაღაცა დახვავებული არაფერი არ არის. გემრიელად ვაკეთებთ ხოლმე. კარგად გამოდის. ეს ერთი თაიგული ამ მაგიდას ყოფნის შუაში ნახეთ, ჭაღის ქვეშ გვიდევს სარკე. ის სარკე აირეკლავს. ვითქვამს ეს მე თქვენთვის. იქ ნახე როგორი ლამაზი ჭურჭელი დევს. მარწყვი შემოვიდა ახლა გემრიელი მალინა მარწყვი. კარგი კრემი გვაქვს გაკეთებული, ტორტიც იქნება. მე მგონი რომ ვასიამოვნებთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს. აი ყვავილი არ უნდა მოჟმოტო. უნდა იყოს უხვად. ბაღში ადამიანს ყვავილი უნდა დაახვედრო. არ უნდა ოღონდ მე არ მიყვარს შერეული თაიგულები. მირჩევნია ერთი ყვავილი იყოს ბევრი. სულ არ იცის დღეს რას დავახვედრებ, მაგრამ იცის რომ კაი იქნება. აჰა, მეტი რა ვქნა, ნახე რა კაია. და სურნელი. ამას თავისი პეწი ექნება, რა თქმა უნდა. რომანტიული კია. გასაშლელები ნაპირებზე გავუკეთოთ. და კიდე რას ვიზამ, იცი? რომ გაუსვა ხაზი განსაკუთრებულ პატივისცემას სტუმრების მიმართ. ორ-ორი ჭიქა ხო უდევთ?
ლამაზი გათლილი ჭიქები. დავუდგავ მესამეს წინ და დავახვედრებ თითო პიონს. სულ არ უნდა ბევრი ფილოსოფია. ერთი ცალი პიონი ადამიანს რომ დახვდება, უკვე გაახარებს. ეს ახლა ამ წუთას მოვიგონე. და გეგმილი არ იყო. სხვა დროს საჭმელებიანს უფრასაც გაჩვენებთ. ისეთი მოლხენა იყო ახლა აქ გუში მწინათ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არც ვიცი თუ არის რამე უმასპინძლო ადამიანს ამ ხარისხით და ამ გულით, როგორცაც ამას ჩვენ ვაკეთებთ. 20 სტუმარი ეტევა ამ ჩვენ საწვეულებო სივრცეში. 20 ადამიანი თავსდება ამ მაგიდასთან. კაი, მივდივარ მარიამ, გამიშვა უნდა. ძალიან ეს სიამოვნებად სტუმრებს თუ რომ წავლენ, რა თქმა უნდა, საჩუქრებით გაისტუმრებ. და დღევანდელი საღამო, რადგან პიონებიანი საღამოა, ბარემ პიონებით გავისტუმროთ. ყველას ეს სიამოვნება საჩუქარი და სიხარული. ამიტომ ამას წყალში ჩავალაგებს, გვიანობამდე კარგად აიღებს წყალს და იმას გავატან. მე სტუმრებს გავატან, შეუკრავ კონებად და გავატან. ჩასუნია გამგალოდეს. რანაშრომი ვარ, დღეს ვერ აგიღწერ, არ დამშდარ ვარ. 7:30 იყო რომ ავდექი. თანამშრომლები რომ მოვიდნენ, მე ბაზარი მოვლილი მქონდა. არ დამშდარ ვარ. ვერც დავждები დღეს. არა უშვის. დაიღლები, დაისვენებ. შრომას კაცი არ მოუკრა.